ადამი და ევა ჩვენი მიწიერი დედა და მამა იყვნენ უკვდავნი, მაგრამ როგორც კი ბნელის ხილი გასინჯეს, მაშინვე გამოეცალა თუფალთან კავშირი და გახდა ამის გამო მოკვდავი. ეხლა ამით რისი თქმა მინდა? რაც უფრო ცოდვებს ჩადის ადამიანი, მით უფრო ეცლება მას სასიცოცხლო ენერგიები, როგორც ჩვენს წინაპარ ადამ და ევას გამოეცალა უკვდავების სიცოცხლე. რაც უფრო ცოდვებს ჩადიხარ, მით უფრო გიუარესდება ჯანმრთელობა, მით უფრო არ გაქვს ენერგია, მით უფრო. ამ ცოდვებს და ამ ყველა ნეგატიურ სიტყვას, ამ ყველა ბნელის მოქმედებას მოყვება ის, რომ შენ გეცლება სიცოცხლე. პირდაპირ მნიშვნელობით, ფიზიკურ დონეზეც, სულიერ დონეზეც, როგორც ადამ და ევას გამოეცალა უკვდავება. შორდები უფალს, ბნელი გაცლის სიცოცხლეს, მიირთმევს პირდაპირ მნიშვნელობით და სადამდე შეყვები ბნელს, იქამდე შთანთქავს ადამიანს. ჯანმრთელობის პრობლემა რომ გააქვს, სხვადასხვა პრობლემები რომ გააქვს და ეს ყველაფერი რომ გააქვს, გარანტირებულად იცოდე, რომ შენი სტრესების გამო ხდება ეს, პირდაპირ გეუბნე, შენი ნეგატივების გამო ხდება, გაუცნობიერებელი ყველა ამ მდგომარეობების გამო ხდება, რასაც გამთლიანებაში გასწავლი და შემდეგ ვლინდება დაავადებად. შემდეგ ვიდიხარ ექიმთან, ხშირ შემთხვევაში ექიმი გეუბნება ეს გჭირსო, მაგრამ საიდან დაიბადა, ექიმი ვერასოდეს ვერ გეუბნება. აი საიდან დაიბადა მაგალითად კუჭის პრობლემა, საიდან დაგებადა იმის პრობლემა, ამის პრობლემა. კი გეუბნება რომ სტრესი ის ეს, მაგრამ ფუნდამენტს ვერ გეუბნება, რადგან ექიმი ამისთვის არ არის. ექიმი გიდგენს დაავადებას, ხოლო საიდან დაიბადა, ამას ვერ გიდგენენ რატომღაც. იმიტომ რომ ამის სპეციალური ექიმები არ არიან. ეს არის მიზეზი. შენ ხარ ნეგატიურ მდგომარეობებში და ბნელმა გამოგაცალა სიცოცხლე და დაგეტყო ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, სულიერ ჯანმრთელობაზე, სტრესები გქონდა, ნეგატივები გაიარე, ცუდ სიტყვებს იძახი, განსაჯე, ყველა ეს პროცესები, რაც შენ მითიური მოვლენა გგონია, ათიმცნება და მარტო ფიქრობ, რომ ეს წმინდანებმა უნდა შეასრულოს, პირდაპირ გაკლებს სიცოცხლეს და როგორც კი ღმერთთან მიდიხარ, გემატება სიცოცხლე. პირდაპირ მნიშვნელობით, კანი გიუმჯობესდება, აღარ ცივდები, ჯანმრთელობა ზემოთ იწევს, გაახალგაზრდავებას იწყებ, აღარ გერევა წლები, ყველანაირად კარგად ხარ. ამიტომ იცოდე, შენი წინაპრის ადამი და ევას მოკვდავობა გახდა იმის გამო, რომ სიძვა შევიდა მასში და სატანამ დაიწყო მათგან ენერგიის გადმოქაჩვა და მოკვდავნი გახდნენ ამის გამო და აგზელებს თქვენზე, ჩვენზე. ამიტომ როცა ვიღაცის გალანძღვა მოგინდება, დაწყევლა მოგინდება და ეს ყველაფერი მოგინდება, იცოდე რომ შენი სიცოცხლეს აძლევ ბნელს და კვებავ ამით. გულს კი არ იოხებ, სიცოცხლეს თმობ, პირდაპირ მნიშვნელობით. ეხლა მიდის ის პროცესი, რომ ბოლოჟამის პერიოდი არის ის, რომ აბსოლუტურად დაითვალოს ყველა პროცესი, ვინ რა გააკეთა, რა თქვა, ხო, რა თქვა. პირდაპირ ყველა შენი სიტყვა იწერება, ბიბლიაშიც არის ეს. მათესახარება 12 თავი 36. ერთ-ერთში წერია. შენი თითეული სიტყვა ინახება, არქივდება და ბოლოს დაგეთვლება. მოდი წავიკითხავ მაინც, რომ სკეპტიკოსებისთვის. გეუბნებით თქვენ, ყოველი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ყოველი სიტყვისთვის. აცნობიერებთ, რას გეუბნებით თუ ვერა? რატო გეუბნება სიტყვისთვის? ამ სიტყვისთვის გადაიხდი და ყველაფრისთვის გადაიხდის და ნახეთ, რატომ გეუბნებით, რომ სიტყვების კონტროლი, ფიქრების კონტროლი. რამე კი არ მელანდება მე თავში. შენი თითეული სიტყვა განსჯა, გალანძღვა, გინება, დაწყევლა, ის ეს გიგროვდება და რამდენი გაქვთ იცით დაგროვებული? მილიონობით. ლოცვა გაქვთ დაგროვებული ასობით და წყევლა და ეს ნეგატიური სიტყვები დაგროვებული გაქვთ მილიონობით. ხვდებით ეხლა რატო ხართ პრობლემებში? ვერა, ეხლა აცნობიერებ, ალბათ შედარებით. ამიტომ ბოლოჟამის დროს ყველაფერი როგორც კი დაითვლება, ბნელი გამოეცლება ადამიანს და ადამიანი გახდება ხორციელად უკვდავი, დაუბრუნდება ადამი და ევას პირველ წყაროს მდგომარეობას. როგორც სულიერად არის უკვდავი, ისე ფიზიკური სხეულითაც იქნება უკვდავი ბოლოჟამის შემდეგ, ვინც უფლის სახლში გადავა. მატერიალური სხეულიც ექნება, მატერიაშიც იქნება და სულიერ სამყაროშიც უკვდავი. ხოლო ვინც ბნელში არის, ის შთაინთქება. აი ხშირად ფილმებში რაღაც რომანტიზირებულია შავი მაგი და რა კაი ტიპია და აურა სვეცკია და მარტივად გეტყვით, არანაირი სვეცკობა და ეს რაღაც იქ არ გელოდებათ, არ ჩავმაგებს. პირდაპირ გელოდებათ უსასრულოდ წამების შედეგად შთანთქვა. ამ წამების შედეგად შთანთქავს შენს ენერგიას უსასრულო კვების წყაროდ. კაცთა და მხეცთა ჭამიებში და მხეცთა ჭამიებში. ხო და ერთხელ ვიღაც შავმამაგმა მე ჩემი არჩევანი მაქვს, ის მაქვს, არჩევანი არავის არ გაქვთ და არავის არ გვაქვს. ერთადერთი ჭეშმარიტი არჩევანი ამიტომ არის ღმერთი. შენ რაც
არ უნდა იფიქრო, მე cool ვიქნები შავ მაგიაში, ვერ იქნები, შთაინთქები. როგორც ბნელმა ადამი და ევას უკვდავება შთანთქა და როგორც შთანთქავს ბნელი თქვენს ჯანმრთელობას, როცა მას უსმენთ, ექვემდებარებით და მოქმედებაში მოგყავთ ეს ყველა სიტყვა თუ ქმედება ბოროტებაში შთანთქავთ, ის ბნელი არის შთანთქველი ოდიდგანვე. პირველი რაც გააკეთა ადამ და ევას წაართვა უკვდავება. ვერ ხვდებით რასთან გაქვთ საქმე? ის კი არა რომ იცი რა, მე ბნელში ვიქნები, შენ შუქში იქნები და მოდი ჩვენ თავთან ვიყოთ cool. Cool კი არა, ზღაპრებში ხარ. იქ როგორი სიტუაციაა, იცით? ორ სიტყვაში გამოვხატავდი. ტკივილი გამრავლებული უპირობო მონობაში. რას ნიშნავს უპირობო მონა? ეს არის მონა, რომელსაც ხმის ამოღების უნარიც არ აქვს. უპირო, პირი არ აქვს, რომ რამე თქვას. ამის უნარიც არ აქვს, საშუალებაც არ აქვს. პირდაპირ ასრულებს უპირობო მონა. შენ უბრალოდ მონა კი არ ხარ, რომელსაც თავისთვის რამეს ჩაბუტბუტება მაინც შეუძლია. არა. უპირობო მონახდები, პირის გარეშე მონახდები. გამრავლებული უსასრულო ტკივილში. ღმერთია პლუს უსასრულობა სიყვარულში, ბნელია მისი საწინააღმდეგო მინუს უსასრულობა ტკივილში. რა ვერ გავაცნობიერეთ ეს და რა cool შავი მაგია კარგია. ზღაპარში ხართ, გესმით? მეტი მაგას არ ქვია არაფერი. ყველა ცოდნა გადმოლაგებული გაქვთ წინ და ზღაპარში ხართ პარალელურად. რას ნიშნავს უპირობო მონობა? აბსოლუტურ მონობას. ქვემოთ არის აბსოლუტური უპირობო მონობა გამრავლებული უსასრულო ტკივილში უსასრულობაზე. ესეთ ფორმულას გამოვიყვანდი. რომ აგიხსნათ ორი სიტყვით. უსასრულო ტკივილი, უპირობო მონობა უსასრულობაში. შენ კბილის ტკივილი ვერ აგიტანია, ექიმთან მიდიხარ, გიყუჩებენ, ისეთ კომფორტში ხარ. ელემენტარული კანის აწვა ვერ აგიტანია და ელემენტარული ტკივილი ვერ აგიტანია და უსასრულო ტკივილი უსასრულობაში და უპირობო მონობაში მეეჭვება შენ აცნობიერებდი ამ ყველაფრის კატასტროფას პირდაპირ მნიშვნელობით. შენ ამას ვერ აცნობიერებ. ეს ამბავი არჩევანი არ გვაქვს ჩვენ. ჩვენი ერთადერთი არჩევანი არის ღმერთი, ამიტომ არჩევანი არ გვაქვს და არც უნდა გქონდეს სხვა არჩევანი. ღმერთია შენი მამა და შენი ჭეშმარიტი ბუნება და შენი ჭეშმარიტი სახლია ღმერთის გვერდით, ღმერთის სახლში. ეხლა შემოდის ძალიან დიდი ცოდნები და მხარდაჭერები. თქვენი აზრით ეს ცოდნები საიდან მოდის? მე დავიმსახურე? გარანტირებულად გეუბნებით რომ მე ეს ცოდნები არ დამიმსახურებია იმ ეკვივალენტში, რა ეკვივალენტის ცოდნებსაც ვავლენ. ეს ჩემი დამსახურება არ არის. ეს იმის დამსახურებაა რომ რა თქმა უნდა უფალს ვაჩვენე გარკვეული ნაბიჯები ამის დამსახურებაა, მაგრამ იმის დამსახურებაა რომ ბოლო ჟამის დროს დიდი მხარდაჭერები მოდის პირდაპირ და ვინც გადაწყვეტს ეხლა ეს პერიოდი ღმერთთან მივიდეს, მას მიეცემა კოლოსალური ძალები, სასწაულები პირდაპირ და შავმა მაგმა რომ გადაწყვიტოს, განუდგეს ბნელს, გაუჭირდება და დიდი სირთულის გავლა მოუწევს. მაგაზე ნაშრომი მაქვს შავ მაგებზე როგორ მოხდება ეს პროცესი. ღმერთი მათ დაეხმარება ისე რომ იმდენად ტკივილიანი აღარ იქნება, როგორც ადრე იქნებოდა, იმიტომ რომ ეხლა უკვე ყველას აქვს შანსი. ბოლო ჟამი კი არა ეხლა. ეხლა არის ბოლო შანსი. მე არ ვიცი რატო დაარქვეს ბოლო ჟამი. ამ პერიოდს ქვია ბოლო შანსი ყველასთვის. სულებისთვისაც კი. მორჩა რეინკარნაციები და წრეზე ბოდიალი და ტრიალი. თავდება, საბოლოოდ ხდება დათვლა ყველაფრის. ვინ სად იყო, ვინ რა ქნა და რა გინდა საერთოდ ამ ცხოვრებაში. ამ მომენტს ელოდებოდნენ ჯერ კიდევ სიცოცხლის შთაბერვისას. ამიტომ შავი მაგი იქნები თუ ჩვეულებრივი უბრალო სულის მქონე ადამიანი, ღმერთისკენ იარე და ღმერთი დაგიდგება გვერდით დიდი ძალებით. დიდი მხარდაჭერების დროა დამდგარი უფლისგან. ეხლა რა პროცესი ხდება? ანალოგია რომ მოგიყვანოთ. წარმოიდგინეთ მილიარდობით ნატურა არის, ნატურების ველია, ესე ვთქვათ, მინდორი. და ვიღაცამ დაიწყო ლოცვა. ღმერთზე ფიქრი დაიწყო, ფიქრების კონტროლი დაიწყო, სიტყვების კონტროლი დაიწყო. მას უგროვდება ენერგია და ის იწყებს ბჟუტვის ნაცვლად განათებას. და როგორც კი გაანათა, სხვა ნატურებთან შეფარდებით გამოჩნდა შუქი იმ ადამიანის სახით. იმ ნატურამ დაიწყო სხვებთან შედარებით გამონათება. და როგორც კი ეს მოხდა, უფალი პირდაპირ უკავშირდება იმ ნატურას, იმ ადამიანს. მაქამდე ვერ უკავშირდება, ნებას დაარღვევს. და როგორც კი შენ ნათებას იწყებ, უფალი პირდაპირ გიკავშირდება და გაძლევს ძალებს, ცოდნებს, ყველაფერს. ყველა სამყაროს მექანიზმი აქტიურდება შენზე, რადგან უკვე დაშვება, ბუნებრიობა არ ირღვევა. ბოლო ჟამია მოსული და სამყაროს და ღვთიური და ყველანაირი მექანიკის მიხედვით, ბოლო ჟამის გამო გეძლევა ეს. ამის უფლება გაქვს, გეძლევა ყველა
მექანიზმი. თუ შენ ამას აიღებ, ჯერ შენ უნდა გაანათო და შემდეგ უფალი დაგიკავშირდება. პირიქით ვერ მოხდება. ჯერ შენ უნდა გაანათო, რომ მოკიდოს ხელი და ჭაობიდან ამოგიყვანოს, ამოგათრიოს, ამოგაძევოს, ამოგსვას, იქედან ამოგიყვანოს. შენი ეს ყველა ლოცვა, უფლისადმი რწმენა ადამიანების მიმართ, კეთილშობილური მოქმედებები, ის, რასაც გამთლიანებაში გასწავლი, ყველა ეს მოქმედება გაკავშირებს ღმერთთან და როგორ ანალოგიას მოვიყვან. წარმოიდგინე უკუნეთი სიბნელეა, იმიტომ რომ შენ ესეთ სიბნელეში ხარ დედამიწაზე და 10,000-ობით კილომეტრზე სადღაც ჩანს შუქურა, ანათებს. ღმერთია ეს შუქურა. შენ ხარ ოკეანის ეპიცენტრში. სიბნელეა ირგვლივ ვერაფერს ვერ ამჩნევს, საით წახვიდე არ იცი, მარცხნივ წახვიდე, მარჯვნივ წახვიდე, არაფერი არ იცი, დაკარგული ხარ. შენ რომ ლოცვას იწყებ და ღმერთს უკავშირდები და რასაც გასწავლი იმ ყველაფერს აკეთებ, უფლის შუქურა განათებს შენ. შენ ამჩნევ უკვე უფლის შუქურას და იწყებ უფლის შუქურისკენ მოძრაობას ამ უკუნეთ სიბნელეში. და რაც უფრო უფალს უახლოვდები, მით უფრო ნათდება შენს ირგვლივ ყველაფერი. ნენელა შუქურაც ჩნდება, ღმერთსაც იგებ როგორია, მიხვდით და ნენელა გადიხარ ნაპირზე და გადარჩი. ეს როგორ უნდა გააკეთო? ახსნილი მაქვს სული წმინდა რა არის, სამება რა შვება, კომპასი რომ არის, ახსნილი მაქვს კომპასი რა არის, მორჩილების შედეგად გამოვლენილი. ახსნილი მაქვს, ჩაუჯექი და მიხვდები რა უნდა ქნა. ბოლოს გადიხარ ნაპირზე, უფლის სახლში. ყოველთვის გულში უნდა უსმენდე უფალს, რომ ეს შუქურა არ დაკარგო. შენ თუ უფალს გულში არ უსმენ, ეს შუქურა ქრება და იყურები მერე უკუნეთში, აქეთ-იქეთ არ იცი საწახვიდე. დაბნეული ხარ, ღმერთის შუქურას ვეღარ ხედავ და ნახე, ღმერთის შუქურა რო არ დაკარგო, ყოველთვის კავშირში უნდა იყო უფალთან და ყოველთვის უნდა ეკითხებოდე უფალს გულში. უფალო, ეხლა როგორ მოვიქცე ამ ადამიანთან? უფალო, იქ როგორ მოვიქცე? აქ როგორ მოვიქცე? შენი უფლის შუქურა შენს გულშია. შუქურას მიყვები უკუნეთ სიბნელეში გულისხმობს იმას, რომ ყოველთვის უსმენ უფალს გულში. რას გეუბნება? როგორ მოიქცე კეთილშობილურად ყველაფერთან მიმართებაში? ყოველთვის გულში უნდა ელაპარაკო უფალს და შენ თუ წვეთ უფალთან საუბარს, შუქურა ქრება და იკარგები, საგებნება. იმის ნაცვლად რომ ნაპირისკენია, რომ ნაპირს შორდები და დაკარგე დრო, ჯანმრთელობა, სიცოცხლე. მერე ისევ ცდილობ ლოცვები დაიწყო, გამოჩნდა შუქურა, მაგრამ შენ რომ იარე 200 კილომეტრი ღმერთის მხარეს და სანაპიროს მიუახლოვდი 200 კილომეტრით, რომ შეეშვი ამ ყველაფერს ღმერთთან ურთიერთობას, დაშორდი 300 კილომეტრით, პირიქით, მინუსში ხარ. ისევ იგივე გზის გავლა გიწევს და ამიტომ ღმერთთან გულში საუბარი არასოდეს არ უნდა შეწყვიტო. და ნახე, შენ ეხლა ალბათ იფიქრებ, რომ ეხლა დამხლელია, სულ ვეკითხო გულში უფალს, არა, ეხლა მარტივ რაღაცას გასწავლე. შენ რომ ეხლა მექანიზმად აიღო და ჩაიწერო ტელეფონში, რომ მოდი ეხლა მე ამას გავაკეთებ. გულში დაუწყებ უფალს საუბარს, ამ თვეში ყოველდღე ვკითხავ უფალს გულში, ამ ადამიანთან როგორ მოვიქცე, იმასთან როგორ მოვიქცე, ამასთან როგორ მოვიქცე, გულში ვკითხავ უფალს. და შენ რომ ამ მექანიზმით დაიწყე მუშაობას, შენ ისწავლი უფალთან საუბარს. უფალის გამო აკავშირზე და 1 თვის, 2 თვის მერე შენ უკვე ამაზე აღარ იფიქრებ, უფალს ვეკითხები თუ რას ვეკითხები, პირდაპირ გული და შენი აზრი და ღმერთი და შენ ერთნი გახდებით. ავტომატურად გახდება ეს, ამაზე მუშაობა აღარ მოგიწევს. თავიდან მოგიწევს ამაზე იმუშაო, მაგრამ მერე მუშაობა ამაზე აღარ მოგიწევს, გაერთიანდება გულის ხმა და შენი ხმა, ერთი გახდება. შენ და ღმერთი ერთად ილაპარაკებთ, მაქსიმალურად რასაც დაიტევ. ამიტომ დააპრაქტიკე 1 თვის განმავლობაში მინიმუმ, გაგაბრაზა ვიღაცამ, გულში კითხე უფალს, გული შეიგრძენი ჯერ ფიზიკურად. გახსოვდეს, გულში გაქვს უნიკალური 40,000 ნეირონი, ტვინი გაქვს, ბიოლოგიის დონეზე გაქვს ტვინი გულში. მაგაზეც ჩანაწერი მაქვს, რა არის და როგორ არის. და ნახე, ყოველთვის კითხე გულში უფალს, გადაწყვიტე ესეთი პრაქტიკა გააკეთე 1 თვის განმავლობაში მინიმუმ. უფალო, როგორ მოვიქცეთ ამ ადამიანთან? უპასუხო ცუდად თუ გავეცალო? უფალი გეტყვის, გაეცალე შვილო. უფალო, იქ როგორ მოვიქცე? მოყვასით ელაპარაკე შვილო. შენ რომ დაიწყებ უფალთან ლაპარაკს გულით, თქვენი ეს კავშირი ისე გამყარდება, გიმეორებ, რომ მერე უკვე ავტომატში გადავა და იმაზე ნერვიულობა კი არ მოგიწევს, თავი შევიკავო, აღარ ვეჩხუბო. არანაირი ბრძოლა აღარ მოგიწევს, ამ ყველაფერთან აღარ მოგინდება. პირდაპირ ღმერთის ხმა და შენი თავის ხმა და ყველაფრის ხმა გახდება ერთი. აღარ მოგიწევს იმას ვეჩხუბო თუ არ ვეჩხუბო. პირდაპირ აღარ მოგინდება რომ ვეჩხუბო. აღარ მოგინდება რომ გაბრაზდე. პირდაპირ ღმერთის ხმა გახდება შენი ხმა, რასაც დაიტევ. ამიტომ თავიდან მოგიწევს დააპრაქტიკო და შემდეგ ბუნებრივად განვითარდება ეს ისე რომ ამაზე აღარ მოგიწევს მუშაობა. ბუნებრივად გადახვალ ღმერთის ხმის მდგომარეობაში. გესმით? ეხლა მთავარი ფუნდამენტი რაც არის? თქვენ ყოველთვის და ყველასთან და ყველაფერში უნდა ეძებდეთ ღმერთს. მე რომ ისმენთ, მე კი არ უნდა მისმენდეთ. გიორგი ლაპარაკობს ამას. არამედ იმას უნდა ეძებდე, აბა გიორგის სიტყვაში ღმერთი რომელ ნაწილშია, სად არის ღმერთი? ვიღაც მოძღვარი რო ლაპარაკობს, მოძღვარზე კი არ უნდა ფიქრობდე, ღმერთს უნდა ეძებდე ყველგან. ამიტომ გიხსით ყოველთვის რომ არავინ არ განადიდოთ, არავინ არ დაანყენოთ თქვენზე მაღლა, იმიტომ რომ შენ
შენ მე კი არ უნდა მეძებდე, ღმერთს უნდა ეძებდე და ჩემი საერთოდ სახელიც კი არ უნდა ნიშნავდეს შენთვის არაფერს. არ ვიღაც მოძღვრის სახელი. შენ უნდა იყო გამოდვებით ღმერთთან, იმიტომ რომ შენ თუ მე მომეწებები, მოძღვარს მიეწებები, შენ ღმერთის შუქურას ვეღარ ხედავ. და ამიტომ არის ეს გნელის. ამიტომ გიმეორებთ რომ გამოდმებით ღმერთს მიეწებეთ, ღმერთზე იფიქრეთ, არ განადიდოთ ადამიანი. ამიტომ გიხსნით ამას. იმიტომ რომ შენი ერთადერთი მიზანი, კონცენტრაცია და ეს ყველაფერი უნდა იყოს ღმერთისკენ მიმართული. ამ შუქურისკენ. მე არ ვარ შენი მხსნელი, მე არ ვარ შენი გადამრჩენელი, მე არ ვარ ეს. ღმერთია და ნებისმიერი შენი მადლიერება, რომელიც ჩემს მიმართ გაგიჩნდება, ჩემს მიმართ კი არ უნდა გაგიჩნდეს. ღმერთის მიმართ უნდა გაგიჩნდეს. მოძღვრის მიმართ კი არ უნდა გაგიჩნდეს. ღმერთის მიმართ უნდა გაგიჩნდეს. ღმერთს უნდა ეძებდე შენ. მე შენ რომ მოხარ ჩემთან, მე შენ კი არ გეძებ. ღმერთს ვეძებ შენში. ვიღაცას რომ უსმენ რაღაც საინტერესოს რომ ლაპარაკობს უფალზე. მე იმ ადამიანს ვიზუალურად კი არ ვუყურებ. ვინ არის, უი რა კარგად ილაპარაკა, უი რა მაგარი კაცია ან ქალია. ღმერთს ვეძებ და ღმერთს ვფიქრობ იმ მომენტში. ესე უნდა ქნათ. ყველგან უნდა ეძებდე ღმერთს და უნდა ფიქრობდე ღმერთზე. მე რომ ისმენ იმაზე კი არ უნდა ფიქრობდე, უი რა კაი ხმა აქ ამ ბიჭს. კარგი, ეგ შეგიძლია იფიქრო, მაგრამ კონცენტრაცია, ძირითადი აზრი, მდგომარეობა უნდა იყოს ღმერთის მიმართულებით. როცა მე შენ გელაპარაკები, შენი ამ მდგომარეობის აღქმის, კონცენტრაციის ეპიცენტრი მე არ უნდა ვიყო, არც მოძღვარი, არავინ, ღმერთი. მარტივად გეტყვით, მე არასოდეს არ მყოლია არანაირი მასწავლებელი. აი ამ გურუების წიგნებსაც კი არ ვკითხულობ, არანაირ მსგავს წიგნებს არ ვკითხულობ. მე განათლება მაქვს ბევრ რაღაცაში, მაგრამ მე მასწავლებელი, როგორც ასეთი მატერიალურ სამყაროში არასოდეს არ მყოლია. ჩემი ჭეშმარიტი მასწავლებელი არის ღმერთი. არც წიგნებს არ ვკითხულობ, ყველა წიგნი მაქვს გიმეორებთ. არ ვკითხულობ სპეციალურად რომ მათი კოპი პეისტი არ გავხდე. მე ვსწავლობ ცხოვრებიდან, ადამიანის მაგალითებიდან და ღმერთისგან. და ცალკეულ შემეცნებებსაც ვიღებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ნახეთ, მასწავლებელი არასოდეს არ მყოლია, მაგრამ ჩემი მასწავლებელი შეიძლება გახდეს ადამიანი, რომელიც თოხნის, რომელიც რაღაც საქმეს აკეთებს და ასე შემდეგ, სხვადასხვა სფეროში. მაგრამ როცა მე იმ ადამიანს ველაპარაკები და ამ ადამიანის საუბრით ვარ აღფრთოვანებული, ვთქვათ, მე იმ ადამიანზე არ უნდა ვფიქრობდე. არც ის ადამიანი არ უნდა ფიქრობდეს, რომ მე მელაპარაკება რაღაც ჭკვიანურს. ჩვენ ორივე უნდა ვფიქრობდეთ ღმერთზე, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიპოვით ღმერთს. და მე თუ ვფიქრობ შენზე და შენ თუ ვფიქრობ ჩემზე, მარტივად გეტყვი. თქვათ გამოვედი და გელაპარაკები და ვფიქრობ როგორ მაცვია, როგორ ვლაპარაკობ, შენ ასე ფიქრებ ჩემზე. ღმერთზე არ ვფიქრობ, ჩემს თავზე ვფიქრობ, რაც დღეს ხდება გარეთ. და მაგ ღმერთს შენ ვერ პოულობ, ამიტომ მასეთი სულიერი მოღვაწეების მიმართ ღმერთს იმიტომ ვერ პოულობ, რომ ის ფიქრობს არა ღმერთზე, არამედ თავის თავზე, რაც არ უნდა ღმერთზე ლაპარაკობდეს საათობით. შენც ვერ ფიქრობ ღმერთზე, ის ისე გელაპარაკება უკვე თავისი ეგოთი გაუცნობიერებლად. ღმერთზე ლაპარაკობს ორი ადამიანი საათობით, მაგრამ ღმერთი არ გადის მათთან კავშირში, იმიტომ რომ ჭეშმარიტად ღმერთზე არ ლაპარაკობენ, ერთმანეთზე ლაპარაკობენ. მე როგორ ვიტყვი ლამაზად, შენ როგორ ვიტყვი ლამაზად, აბა მაყურებელი რას იფიქრებს. ღმერთი მაგ მარაზმს არ ეხმაურება და ცოდნებიც არ მოდის, გაცნობიერებებიც არ მოდის და ფუჭი. ამიტომ თქვენ თუ მე მისმენთ და ფიქრობთ მაგალითად ჩემზე, რომ ეს გიორგის დამსახურება ან უიმე გიორგი რა ჭკვიანია, ან გიორგი ან ვინმეზე, თქვენ ღმერთის ხმას ვერ გაიგებთ, ცოდნას ვერ შეიძენთ, ვერაფერს ვერ იზამთ. იმიტომ რომ გამოდმებით ღმერთზე უნდა იყოს შენ ფიქრში. ადამიანს რო უსმენ, უი ამ ადამიანისგან როგორი ღმერთი მელაპარაკება, უი ამ ადამიანისგან ბნელი მელაპარაკება. ხო, აქედან ღმერთი, ანუ ადამიანები კი არ გელაპარაკებიან შენ, ან ღმერთი გელაპარაკება, ან ბნელი გელაპარაკება. დაიმახსოვრე ეს. და როგორც კი შენ ამ კუთხით იწყებ ფიქრს და აზროვნებას, აბსოლუტურად აცნობიერებ ყველაფერს. ვიღაც რომ მოვიდა და ცუდის გაკეთება უნდა, ამ კუთხით რო იწყებ ფიქრს, ჭეშმარიტება მოდის. უი ამისგან ბნელი მელაპარაკება, რა უნდა ამის ბნელს ნეტა, იმაზე კი არ ფიქრობ ეს ადამიანი მელაპარაკება, რა ბოროტულად მექცევა. შენ იმის უკან რა ხდება ჭეშმარიტის დანახვას იწყებ და უი ბნელი ნახე როგორ მიკეთებს, არა ვყვები, გავიგე. აქეთ უი ღმერთი როგორ მელაპარაკება ამ ადამიანში, ეს ადამიანი კი არ გელაპარაკება, ღმერთი გელაპარაკება. მე კი არ გელაპარაკები, ღმერთი გელაპარაკება. შენ კი არ მელაპარაკები, ღმერთი მელაპარაკება, როცა მლოცავ, როცა გლოცავ, ღმერთი გელაპარაკება. მე არ ვთვლი რომ შენ მელაპარაკები, შენც მელაპარაკები, კაცო, მაგრამ ფუნდამენტს გეუბნებით, ფუნდამენტურად ღმერთი მელაპარაკება შენგან. თქვენ ღმერთს უნდა ეძებდეთ და ხედავდეთ. ან თუ ბნელია, ბნელს უნდა ხედავდეთ და გაარჩიოთ რომელია ბნელი, რომელია ღმერთის. ჩაცმულობას კი არ უყურო, რა ლამაზად გითხრა, რა პოპულარულია, რა ის არის, ამას კი არ უნდა უყურო. ვინ გელაპარაკება იქედან, ღმერთი თუ ბნელი? და ამ აზროვნებას რომ დაიწყებ და გულში კითხვას დაუწყებ უფალს, მერწმუნე, შენ აღარ
გექნება ის პრობლემა, როგორ მოვიქცე ნეტავ. შენ იმიტომ სვამ ამ კითხვას როგორ მოვიქცე ნეტავ, რომ იმ მდგომარეობით არ აფასებ, რაც აქ აგიღწერე. იმით აფასებ, რაც გასწავლეს და ის არ მუშაობს. ამიტომაც სვამ კითხვას, რომელია მართალი, რომელია მტყუანი. მოვიდა ვიღაც ცუდს გიკეთებს, უი ეს ადამიანი ცუდია. მოვიდა სულიერი მოღვაწე, ლამაზად გელაპარაკა, მაგარი ჩაცმულია, კულტურულად გელაპარაკება, ბუნებრიობა საერთოდ არ აქვს, უი რა კაი კაცი ყოფილა, ლამაზად გელაპარაკება. თან გულში არ ეკითხები უფალს არაფერს. როგორ მოვიქცე? ანუ აბსოლუტურ უკუნეთში ხარ, იმ ოკეანეში ხარ, სადაც აბსოლუტური უკუნეთია და არ იცი შუქურა სადან ათებს. და რომელი მიმართულებით იარო, წრეზე დადიხარ სიბნელეში და ნაპირს ვერ უახლოვდები. დაკარგული ხარ ამის გამო. ამიტომ თუ არ გინდა რომ დაკარგული იყო, დაიწყე ის, რაც გასწავლე. გულში დაუწყე უფალს ლაპარაკი და ვინ გელაპარაკება იმ ადამიანიდან, გაარკვიე ღმერთი თუ ბნელი. მორჩა, ნაპირზე გახვალ მალე და იმაზეც კი არ იფიქრო ნაპირზე მალე გახვალ თუ ნელა. ღმერთი როგორც საჭირო იქნება იმ დროით და იმ სირთულით და იმ სიმარტივით გაგიყვანს ნაპირზე. რადგან ესია შენთვის საჭირო ხარისხიანად რომ შეივსო და შენი სულის ქმნადობა მოხდეს. ამიტომ შენ ადამიანს არ უნდა მიეწებო, შენ უნდა მიეწებო უფალს. უფალს უნდა გადაესვარკო პირდაპირ მნიშვნელობით. აი მარტივ მაგალითს მოვიყვან. რატო არ უნდა მიეწებო ადამიანს? ადამიანს იმიტომ არ უნდა მიეწებო, ყველაფერი რაც აგიღწერი მაგისთან მიუხედავად. კიდევ რატო არ უნდა მიეწებო? კიდევ უამრავი მიზეზია რატო არ უნდა მიეწებო ადამიანს, მაგრამ ერთ-ერთს მოგიყვანთ. ეხლა მამა ნიკოლოზი რომ გარდაიცვალა, მე მის მოძღვრებას არ ვეთანხმები, მაგრამ ვუსამძიმრებ მის მრევლს უფალმა აცხონოს ბერი ნიკოლოზის სული, გაანათლოს უფალმა და მისი მრევლი გულში გაანათოს შუქმა და იმედი მიეცეთ. ისინი ეხლა ძალიან ძიმე მდგომარეობაში არიან, ძალიან დიდ სირთულეებში არიან და ხალხი რა ბოროტებას უწერს კომენტარებში, რომ ესე ჯობია და ხალხს არ აქვს იმის გაცნობიერება, რომ მისი მრევლი ეხლა არის უდიდეს გლოვაში. ჩვენი ქართველი ძმები და დები არიან უდიდეს გლოვაში. მე შეიძლება არ ვეთანხმებოდე ბერი ნიკოლოზის იმ პროცესებს, რა პროცესებიც იყო და არ მომწონდა და მიუღებელია, მაგრამ ქართველის ტკივილი მე გულზე მხვდება. თქვენც ესე უნდა იყოთ. მიუსამძიმრეთ სულიერო მოღვაწეებო მის მრევლს, მოძღვრებო მიუსამძიმრეთ მის მრევლს. მისი მრევლი არ არის ღმერთიშვილი? რადგან შენ აზრს არ ეთანხმება? რატო არ უსამძიმრებთ? რა გასწავლათ იესო? აი მართლა ცრემლი მადგება, რა გასწავლათ იესო? და რასაკეთებთ თქვენ? იმის გამო რომ არ ეთანხმები მის აზრს, არც უსამძიმრებ და თანაგზნობასაც არ აძლევ. არ ვიცი, რას იესომ გასწავლა თქვენ არაფერს არ აკეთებთ. ნახეთ, ეს არის საუკეთესო მაგალითი, რატო არ უნდა მიეწებო ადამიანს. ბერი ნიკოლოზის სიტუაცია. ბერი ნიკოლოზი ამ თემებში არ შეორ, არც განვიხილავ, არავინ არ მომწეროთ ამ თემაზე. იქ ქრისტე ვარ და წმინდანი ვარ და მოკლედ ეს ყველაფერი რო იყო, ხალხი მიეწება ბერ ნიკოლოზს. იმის ნაცვლად რომ ბოლომდე ღმერთს მიწებებოდა. როგორც კი ბერი ნიკოლოზი გარდაიცვალა, როგორ ფიქრობთ ეხლა? იმ ადამიანებში რა ხდება? დაიკარგნენ შიგნით. ყველა გძნობს თავს დაკარგულად შიგნით. რა თქმა უნდა, ამას არ აღიარებენ, რადგან მიეწება მიწიერ არსს, ადამიანს და არა ღმერთს. ამიტომ გიხსნით, თქვენ მე კი არ უნდა მომეწებოთ, ბერ ნიკოლოზს კი არ უნდა მიეწებოთ, რაც გინდა თქვენით, მე უხსნით ჩემს მსმენელს. ვინმეს კი არ უნდა მიეწებოთ მიწიერს, ყოველთვის უნდა იყო ღმერთთან. ღმერთი არის უკვდავი და ადამიანის ფიზიკური სხეული არის მოკვდავი და გარდაიცვლება და მიდის. მორჩა. ეხლა მაინტერესებს ვის უნდა მოусმინოს ბერი ნიკოლოზის მრევლმა. რეალურად აბსოლუტურ მარტოობაში დარჩნენ, მაგრამ ეხლა იქნება ის მომენტი, რომ სულიერად გაგვამაგრებს და ამ პროცესებში წავლენ, მაგრამ რეალურად სიცარიელე გაჩნდება მათ შიგნით და ამას მერე და მერე იგზნობენ. რატომ? იმიტომ რომ ღმერთს არ მიეწება. მიეწება ბერ ნიკოლოზს, მიეწება ვიღაც მოძღვარს, მომეწებე თქვა მე, რაც მე არ მინდა. რადგან ეს არ არის ღმერთის. მე მიწებებული ვარ ღმერთზე, მორჩა, არავინ არ მაინტერესებს საერთოდ. გიხსნით, არავინ არ მაინტერესებს, არავის არ ვეწებები. ღმერთს მივეწებე. რადგან ეს არის სწორი. გესმე? გაანათლოს უფალმა ბერი ნიკოლოზის სული. ძალიან სირცხვილია, რომ რაც არ უნდა არ ეთანხმებოდე სხვა სულიერი მოღვაწის აზრს და ამის გამო არ უსამძიმრებ, შენ რანაირად ხარ ღმერთთან არ ვიცი, მაგრამ მაინც იქნებ დაფიქრდე და მიუსამძიმრო. სტორიზე მაინც დადო, რომ გისამძიმრებთ მრევლო. გულზე მოხვდეს ქართველის და ადამიანის გულის ტკივილი, რა დღეშიც არიან და წიხლის ჩარტყვის ნაცვლად ხელი მოკიდე და წამოწიე და უთანაგზნე და აი ეს გააკეთე მაინც. გეყოს მოყვასი იესო ქრისტემ რაც გასწავლა, ბიბლიას ხელს რო კიდევდა, გადაცვითე ბიბლიის გვერდები. რა იყო არ ყოფნის? სხვა წახნაგია ეს. ამიტომ არ მიეწებოთ ადამიანს, ღმერთი არ გარდაიცვლება, ვერ დაკარგავ. ყოველთვის შენს გვერდით იქნება და ადამიანი არის მოკვდავი, გარდაიცვლება, ახალ საფეხურებს გადის და ამიტომაც არ უნდა მიეწებო ადამიანს. არაფერს არ უნდა მიეწებო, არც მატერიას, არც ადამიანს, არაფერს, რასაც დედამიწაზე ხედავ. გარდა ღმერთისა და ღმერთს უნდა ელაპარაკო გულში. მე რომ ისმენ, მე ეხლა რაც არ უნდა შენ
ჩვენი ნდობა მოვიპოვო და უკვე მისმენ და მისმენ ყოველთვის მე რომ მომისმენ მე კითხე ღმერთს გულში კითხე ღმერთს ღმერთო მართალს მეუბნება ანუ ღმერთს ელაპარაკე გულში და მე რომ მომისმენ მე ნუ მომისმენ ღმერთს მოусმინე არავინ არ დააყენო თქვენზე მაღლა თქვენზე დაბლა ბალანსში იყავით ამიტომ და ერთადერთი რაც უნდა იყოს თქვენ გულში ეს არის ღმერთი და ოჯახი ამიტომ უფალია ჩვენი გზა ქრისტეა ჩვენი გზა უფლის სახლში რასაც დაიტევთ უფალს დაიტიეთ მაქსიმალურად გადაესვარგე უფალს და გადარჩი ხო გადარჩი შენ აქ წამოსაწოლად კი არ ხარ მოსული გადასარჩენად ხარ მოსული პირდაპირ მნიშვნელობით ამიტომ გადარჩით უფალმა მოგარჩინოთ უფალმა მოგვარჩინოს განკურნოს კურნოს ჩვენსა სულსა ძალა ღვთისა ამინ